ამ გამოშვებაში ნახავთ კადრებს, რომელთა გააზრებაც რთულია. გასულ კვირას კატაკლიზმებმა პლანეტა ახალი ძალით მოიცვა. ჩვენ გაჩვენებთ მათგან ყველაზე ანომალიურს, ასევე ვისაუბრებთ ფაქტორზე, რომელიც არსებულ ვითარებაში მეცნიერების მიერ სათანადოდ არ არის შეფასებული. ამერიკის შეერთებული შტატები 23 აპრილის საღამოსენიდი ოკლაჰომას შტატი ძლავრი შტორმული სისტემის ეპიცენტრში აღმოჩნდა, რამაც დამანგრეველი ტორნადო გამოიწვია. ჯერ კიდევ გრიგალის მოახლოებამდე ქალაქი ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რამაც შეტყობინების სირენები მწყობრიდან გამოიყვანა. ქარის მზარდი გუგუნის ფონზე ძაბრისებრი ღრუბლის ფორმირება დაიწყო და მალე მეტეოროლოგებმა გამოაცხადეს განგაშის იშვიათი დონე, tornado emergency, რაც ნგრევისა და მსხვერპლის პირდაპირი საფრთხის სიგნალია. ტორნადო, რომელმაც ენიდი გადაიარა, გამორჩეულად ძლიერი და ხანგრძლივი აღმოჩნდა. მისი ძალა EF4 კატეგორიას აღწევდა, ხოლო ქარის სიჩქარე 280 კმ/სთ აჭარბებდა. ის მიწაზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში დარჩა, რაც მსგავსი მოვლენებისთვის უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა და ნელა გადაადგილდებოდა, თითქოს მიზანი მართულად ჭრიდა ქალაქს. მის გზაზე ვიწრო, მაგრამ უკიდურესად დამანგრეველი ზოლი წარმოიქმნა. ათეულობით სახლი დაზიანდა, სულ მცირე 40 სრულად განადგურდა, ავტომობილები ამოტრიალდა, ხოლო ნამსხვრევები დიდ მანძილზე მიმოიფანტა. ამავდროულად ნგრევის სურათი თითქმის სურეალისტურად გამოიყურებოდა. ზოგიერთი შენობა ნანგრევებად იქცა მაშინ, როცა მეზობელი ნაგებობები შესაძლოა თითქმის ხელუხლებელი დარჩენილიყო, რაც ძლიერი ტორნადოების დამახასიათებელი თვისებაა. გრიგალი შეეხო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტსაც, ვანსის სამხედრო-საჰაერო ბაზას, სადაც დაფიქსირდა დაზიანებები, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეფერხებები. ბაზის დროებით დაკეტვა გახდა საჭირო. ეს ტორნადო არ ყოფილა ერთეული მოვლენა, ის უფრო მასშტაბური ამინდის სისტემის ნაწილი იყო. ღამის განმავლობაში რეგიონში 17-მდე ტორნადო დაფიქსირდა. ძლიერი წვიმა და ახალი ჯექა ქოხილი მაშველების მუშაობას ართულებდა. დაშავდა დაახლოებით 10 ადამიანი, თუმცა საბედნიეროდ ნგრევის მასშტაბის მიუხედავად დაღუპულები არ ყოფილა. უკრაინა 26 აპრილს მძლავრმა ცივმა ფრონტმა უკრაინა მოიცვა, რასაც თან ახლდა საშიში ბუნებრივი მოვლენების სერია. მტვრის ქარიშხლებიდან დაწყებული ძლიერი ნაგდური ქარი, ცეკვით და ქარბუქამდე დამთავრებული. ქარმა, რომლის სიმძლავრეც ზოგან წამში 30 მეტრს აღწევდა, წააქცია ხეები, ელექტროგადამცემი ხაზები და სარეკლამო ბანერები. სტიქიის შედეგები 19 ოლქში დაფიქსირდა, სადაც ელექტროენერგია 1218 დასახლებულ პუნქტს შეუწყდა. ქარისგან ყველაზე მეტად დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკისა და კიევის ოლქები დაზარალდა. დაზიანდა ათეულობით საცხოვრებელი სახლისა და კომუნალური დაწესებულების სახურავი, ასევე სატრანსპორტო საშუალებები. ვოლინისა და ლოვის ოლქებში კი მოულოდნელად თოვლი მოვიდა. ხარკოვსა და ოლქის ნაწილში უამინდობის გამო ელექტრომომარაგების მასშტაბური შეფერხებები შეიქმნა. შუქი თითქმის მთელ ქალაქში გაითიშა, გაჩერდა მთელი ელექტროტრანსპორტი, მათ შორის მეტრო. ასევე შეფერხდა წყალმომარაგებაც. რამდენიმე ოლქში მტვრის ქარიშხალმა გადაიარა. კიევი ჩოპის ავტომაგისტრალზე ხილვადობა თითქმის ნულამდე შემცირდა, ხოლო ნიკოლაევის ოლქში ძლიერმა ქარმა ადგილობრივი შლამის საცავებიდან საშიში წითელი მტვერი აიტაცა. ვინიცაში ძლიერმა ქარმა ავტობუსის გაჩერება მოგლიჯა, ხოლო ოლქის გზებზე წაქცეულმა ხეებმა ტრანსპორტის მოძრაობა დაბლოკა. სანამ მძღოლები ტრასის გაწმენდას ცდილობდნენ, კიდევ ერთი ხე პირდაპირ სატვირთო ავტომობილის კაბინას დაეცა. კიევს თავს დაატყდა ძლიერი წვიმა და სეტყვა. ქარმა ბინებში ფანჯრის ჩარჩოები ამოგლიჯა. შენობის მოსაპირკეთებელი ფილის ნამსხვრევმა გაჩერებული ავტომობილის საქარე მინა დააზიანა. საბედნიეროდ შიგნით არავინ იმყოფებოდა. ქალაქის ცენტრში დაზიანდა 150 წელზე მეტი ხნის ბოტანიკური ბუნების ძეგლი, ივაშჩენკოს წაბლი. კიევის ოლქში ასევე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის სერიოზული დაზიანებები. ქალაქ ვიშკოროდში ნაკადურმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა. სამწუხაროდ ქვეყნის მასშტაბით სტიქიის შედეგად ხეების დაცემის გამო 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 8 დაზიანებები მიიღო.
ტაილანდი. ტაილანდის 19 პროვინციაში უკვე თვეზე მეტია ტყის ხანძრები არ ცხრება. განსაკუთრებით მძიმე ვითარება ქვეყნის ჩრდილოეთით შეიქმნა, სადაც უკვე დაფიქსირდა 1500-ზე მეტი ცეცხლის კერა. ცეცხლი განაგრძობს გავრცელებას, რეგიონებს მჭიდროს მოგით ფარავს და სერიოზულ ზიანს აყენებს ეკოლოგიასა და ადამიანების ჯანმრთელობას. რთული მდგომარეობა ნარჩუნდება დასავლეთ პროვინცია კანჩანაბურიშიც, სადაც 559-მდე თერმული წერტილის დარეგისტრირდა. ძლიერი ხანძარი 21 აპრილს მოანგის რაიონში გაჩნდა, ხოლო მომდევნო დღეს ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მთელი მთა იცვოდა. ჩაქრობას ართულებდა ციცაბო ფერდობები, ხშირი მშრალი მცენარეულობა და კერების მიუწვდომლობა. ჯანმრთელობისთვის საშიში კვამლის დონის გამო, ტურიზმისა და ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა ერავანის ეროვნული პარკი. თონგ-ფაფუმის ეროვნულ პარკში, რომელიც 1200 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს მოიცავს, ხანძრების ჩაქრობა უკვე თვეზე მეტია ვერ ხერხდება. ეს არის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი მასივი, სადაც ბინადრობენ იშვიათი ცხოველები, ვეფხვები, გარეული სპილოები, ხალხმრავალი ლეოპარდები და არჩვები. ცეცხლი ეკოსისტემას სერიოზულ ზიანს აყენებს. ცხოველები მასობრივად ტოვებენ თავიანთ სამკვიდროს. ბევრი მათგანი გამოსვლას ვერ ასწრებს და ცეცხლში იღუპება, ხოლო ისინი, ვინც გადარჩენას ახერხებენ, დასახლებულ პუნქტებში გამოდიან, რაც დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მცხოვრებლებს. სპეციალისტების თქმით, მთავარ პრობლემად ძლიერი გვალვა რჩება. ის აშრობს ტყის საფარს და მას ადვილად ალებად მასალად აქცევს, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს ცეცხლის გავრცელებას. რუსეთი. აპრილის მეორე ნახევარში რუსეთის ევროპულმა ნაწილმა ზამთრის სიცივის შემოჭრის სერია გადაიტანა, რასაც თან ახლდა ყინულოვანი წვიმა, თოვა და ქარიშხალი. 20 რიცხვში ვოლგისპირეთის ფედერალურ ოლქში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და თოვლი მოვიდა. უამინდობამ სერიოზულად გაართულა ვითარება გზებზე. ჩუაშეთსა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში M12 ავტომაგისტრალზე მრავალი ავარია მოხდა, მათ შორის იმის გამოც, რომ ბევრ მძღოლს უკვე საზაფხულო საბურავები ჰქონდა დაყენებული. ნიჟნი-ნოვგოროდსა და ოლქში ჰიდრომეტცენტრის მონაცემებით 2 დღეში ნალექის თითქმის თვიური ნორმა მოვიდა. მარიელის რესპუბლიკაში თოვლის საფარის სიმაღლე 29 სანტიმეტრს მიაღწია. ხოლო ჩუაშეთში ტემპერატურის ცვალებადობის გამო თოვლის სწრაფად შეიცვალა ხანგრძლივი ყინულოვანი წვიმით, რომელმაც ხეები და სადენები ყინულის სქელი ფენით დაფარა. მისი სიმძიმის ქვეშ ტოტები მასობრივად ტყდებოდა, ხეები ეცემოდა მანქანებს, სახლებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს. 21 აპრილის დილისთვის ელექტროქსელებში 60-მდე ავარია დაფიქსირდა, რაიონების ნაწილი შუქის გარეშე დარჩა. კიროვის ოლქში ნალექი რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის არ შეწყვეტილა და 22 აპრილისთვის ზოგან 32 სანტიმეტრის სიმაღლის ნამქერები წარმოიქმნა. კიროვში თოვის 5 დღის განმავლობაში ნალექის 1/9 ყოველთვიური ნალექების ნორმა მოვიდა. თოვლის დროებითი საფარი ქვეყნის ცენტრალური ფედერალური ოლქის მრავალმა მეტეოსადგურმაც დააფიქსირა. მოსკოვის ოლქის დასახლება ჩერუსტიში დღე-ღამის განმავლობაში 11 სანტიმეტრამდე სიმაღლის ნამქერები წარმოიქმნა. 24 აპრილს სკოლის ნახევარკუნძულს არქტიკული შტორმული ციკლონი დაატყდა თავს. სანაპიროზე ქარის სიმძლავრემ ქარიშხლის მაჩვენებლებს მიაღწია. უამინდობასთან ახლდა თოვა და ქარბუქი, რის გამოც ხილვადობა 200 მეტრამდე შემცირდა. მურმანსკში 2 დღეში თითქმის 19 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, რაც აპრილის თვიური ნორმის დაახლოებით 70%-ს შეადგენს. ვითარებას ამძიმებდა მოყინვა და ტემპერატურის ცვალებადობა, რამაც ინფრასტრუქტურის მუშაობის შეფერხება და მრავალი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია. 22 აპრილის ღამეს კემეროვოს ოლქის ნოვოკუზნეცკის რაიონში ტრასა ბიისკი, ნოვოკუზნეცკის მონაკვეთის ნაწილობრივი ჩამოშლა მოხდა. 186 კილომეტრზე დასახლებებს იულასა და კანდალებს შორის გრუნტის ნადნობი წყლებით გაჯერების შედეგად საგზაო საფარი ჩაინგრა და გვერდზე ჩაცურდა. დანგრეული მონაკვეთის საერთო სიგრძე სულ მცირე 30 მეტრი შეადგინა, ხოლო ჩანგრევის სიღრმე დაახლოებით 5 მეტრი. ავარიამ ფაქტობრივად პარალიზება გაუკეთა კავშირს 6 დასახლებულ პუნქტთან. ალტერნატიული გზების არარსებობის გამო ისინი გარესამყაროს სრულად მოწყდნენ. გამოცხადდა რეგიონული ხასიათის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი.
24 აპრილისთვის სპეციალისტებმა უარყოფითი დინამიკა დააფიქსირეს. ღამის განმავლობაში გზამ კიდევ 20 სანტიმეტრით დაიწია. ყველა ავტობუსის მარშრუტის მოძრაობა, მათ შორის პოპულარულ საკურორტო ქალაქ ბელოკურიხამდე შეჩერდა. იაპონია. აპრილს წყნარი ოკეანის აკვატორიაში სან-რიკოს სანაპიროსთან მოხდა მძლავრი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 7.4-ს შეადგენდა, ხოლო კერა დაახლოებით 19 კილომეტრ სიღრმეზე მდებარეობდა. ბიძგები იგრძნობოდა ვრცელ ტერიტორიაზე კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჰოკაიდომდე, ხოლო მაქსიმალურმა ინტენსივობამ იაპონური შკალით 5+ დონეს მიაღწია, რაც შეესაბამება ძლიერ ხერებს, რომლებსაც შენობების დაზიანება შეუძლიათ. ყველაზე ძლიერი რკევები აომორის პრეფექტურის ქალაქ ჰაშიკამიში დაფიქსირდა. მიწისძვრისთანავე გამოცხადდა ცუნამის გაფრთხილება. მოსალოდნელი იყო 3 მეტრამდე სიმაღლის ტალღები, თუმცა მაქსიმალურმა დაფიქსირებულმა მაჩვენებლებმა ივატეს პრეფექტურის პორტებში დაახლოებით 80 სანტიმეტრი შეადგინა. მიწისძვრის პირველივე წუთებში ეროვნულმა ტელეარხებმა საგანგებო რეჟიმი მოუწოდეს სანაპირო რაიონების მცხოვრებლებს დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ საფრთხის ზონები. ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება 170,000 მეტმა ადამიანმა მიიღო. მიწისძვრის სიმძლავრის მიუხედავად მისი შედეგები შედარებით შეზღუდული აღმოჩნდა. დაშავდა 10-მდე ადამიანი, შეიქმნა შეფერხებები ტრანსპორტის მუშაობაში, მათ შორის გაჩერდა სწრაფმოვალი მატარებლების შინკანსენის და დროებით დაიკეტა გზები. ასევე დაზიანდა ათეულობით შენობა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ რეგიონში ბოლო 10 წლის განმავლობაში შეინიშნებოდა სტაბილურად დაბალი სეისმურობა, როდესაც იაპონური შკალით 1 ბალზე მაღალი ინტენსივობის მიწისძვრების რაოდენობა თვეში 5-15 მოვლენას არ აღემატებოდა. თუმცა 2025 წლის ბოლოს დაფიქსირდა სეისმური აქტივობის ნახტომი. ბიძგების რაოდენობა თვეში 60-მდე და უფრო მეტად გაიზარდა. მიმდინარე მომენტისთვის კი ის სტაბილურად მაღალი რჩება. 22 აპრილს ივატეს პრეფექტურის დაბა ოცუთის მთებში ტყის 2 ხანძარი გაჩნდა. პირველივე საათებიდან ჩაქრობაში ჩართული იყო ვერტმფრენები, თუმცა ალის გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდა. უკვე 23 რიცხვის საღამოსთვის ცეცხლმა სულ მცირე 7 ნაგებობა გაანადგურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები. მეოთხე დღისთვის ჰიდრანტებსა და რეზერვუარებში წყლის მარაგი თითქმის ამოიწურა და მოხალისეებს ცეცხლის ჩაქრობა ფაქტობრივად ხელით უწევდათ, თოხებით, ალის ჩამოგდებითა და მიწაზე დაჭერით. ასევე მოუხდა ცვის წყლის გამოყენებაც. ხანძრის ფართობი სწრაფად იზრდებოდა, 27 რიცხვის დილისთვის ცეცხლმა უკვე 1618 ჰექტარი მოიცვა. ეს მხოლოდ მესამე შემთხვევაა, როდესაც იაპონიაში ტყის ხანძრის ფართობმა 1000 ჰექტარს გადააჭარბა, რაც მას ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილესად აქცევს. 11 პრეფექტურიდან ძალების მობილიზაციისა და 1300 მეტი ადამიანის მონაწილეობის მიუხედავად, ცეცხლი კვლავ განაგრძობს გაფართოებას. გამოცდილი მეხანძრეები ბოლო წლების ხანძრების ერთ უკიდურესად სახიფათო თავისებურებას აღნიშნავენ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც 2025 წელს ოფუნატოში მომხდარი მსხვილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა, მისი არსი მაქსიმალურად ზუსტად ჩამოაყალიბა. ტყის ხანძრის სრულად ჩაქრობა შეუძლებელია. 24 აპრილისთვის დაბის მოსახლეობის დაახლოებით 30%-ის ევაკუაციას ექვემდებარებოდა. ხანძარსაშიში ზონის მიღმაც კი ცხოვრება პარალიზებული იყო. ჰაერი კვამლითა და ფერფლით გაივსო, ხილვადობა დაეცა, დამცვლის სუნიკის სახლებში აღწევდა. ხალხმა აღიარა, რომ დაბნეულები იყვნენ იმის შესახებ, თუ სად უნდა ევაკუირებულიყვნენ და რას უნდა ელოდონ შემდეგ. ძლიერი 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ შესაძლო მიწისძვრების შესახებ გაფრთხილებების ფონზე შფოთვა მხოლოდ იზრდება. 大槌町の山林の2カ所で火災が発生しました。იაპონიაში მომხდარ მოვლენებში არის დეტალი, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. სულ უფრო ხშირად ხანძრები ისე ვითარდება, რომ მათი ქცევის ახსნა მხოლოდ გვალვით, სიცხით, ძლიერი ქარითა და სხვა ჩვეული კლიმატური ფაქტორებით უკვე რთულია. ეს მიზეზები კვლავ ინდებურად მნიშვნელოვანია, თუმცა ყოველთვის არ ხსნის ხანძრების მასშტაბებსა და მათ მდგრადობას ჩაქრობისადმი. რიგი მკვლევრების ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ხანძრის კერები ხშირად ემთხვევა დედამიწის ქერქის სიღრმული რღვევების ზონებს.
ასეთ რაიონებში ზედაპირზე შესაძლოა გამოვიდეს აალებადი აირები, მეთანი, წყალბადი და ბუნებრივი დეგაზაციის სხვა პროდუქტები. ამ შემთხვევაში ცეცხლი ქვემოდან დამატებით კვებას იღებს. დეგაზაცია პირდაპირ კავშირშია სეისმურ აქტივობასთან, მისი ზრდისას ძლიერდება აირების გამოსვლა ზედაპირზე. ამგვარად იაპონიაში ბოლო დროს მომხდარ მიწისძვრებს შეძლო დამატებით გაეაქტიურებინა დეგაზაციური პროცესები, მათთან ერთად კი გაეძლიერებინა ხანძრების ინტენსივობა და მასშტაბი. ამავდროულად თავად ბუნებრივი დეგაზაციის ფაქტორი დღეს თითქმის არ არის გათვალისწინებული სახანძრო საფრთხის შეფასებებში, როგორც ბუნებრივი ხანძრების გაძლიერების შესაძლო მექანიზმი. პლანეტაზე სეისმური აქტივობის ზრდის ფონზე მისი როლი შესაძლოა მნიშვნელოვნად არასაკმარისად იყოს შეფასებული. ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ბუნებრივ კატაკლიზმებში ახლა სულ უფრო მეტი ანომალია ფიქსირდება, ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო მონაცემები თავისუფლად და სწრაფად მიდიოდეს მკვლევრებამდე მთელ მსოფლიოში, ბარიერებისა და შეზღუდვების გარეშე. მხოლოდ სამეცნიერო პოტენციალისა და რესურსების გაერთიანებით შეძლებს კაცობრიობა უფრო ეფექტურად უპასუხოს ცვალებადი კლიმატის გამოწვევებს.